მშვიდობის, ბედნიერ დღეს გისურვებთ. მაიკოს ვლოგი ძალიან დიდი ხანი არ გადაუღია. ამის მიზეზები არსებობდა. არც ხასიათზე ვიყავით ვლოგის, არც სიტუაცია გვიწყობდა ხელს. დღეს გადავწყვიტე ესე. ავით კიდე პატარა ვლოგი გადავიხო. ვინ არის აქ? ვინ არის? რას ჭამშენ? კულურს? და მოიშარა გული? არა უშავს. დაგფერცხავს მერე დედიკო. და გამოვიყვანე სხვა კულური მეყიდება. დაინდუნი. ეს დღეები არ ყოფილა. ეს დღეები კი ერთი კვირა იყო ბაღში. ოპა. ხოლმე დარჩენილი გვაქვს. წყალი გინდა ეხლავე და შენ როგორი გოგო ხარ? საყვარელი? საყვარელი გოგო ხარ შენ? საკმაოდ რთული კვირა კი არა, საკმაოდ რთული სექტემბრიდან მოყოლებული თვეები მქონდა აქამდე ჩათვლით, რა ვთქვი ახლა მე. ყოველ შემთხვევაში მისახვედ რაც ვთქვი. არ არის წუწუნეშლო ვლოგი. ასულელია უბრალოდ ყველა დედა გადის ამ პერიოდს, ყველა მშობელი, ყველა მამა. დღესდღეობით იმდენი ვირუსებია, რომ ეს სიახლე არ არის, მაგრამ ყველა ბავშვს გადააქვს სხვადასხვანაირად. ისე ვიყავი ეს ბოლო დღეები, რომ მქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩამელაგებინა ბარგი და წავსულიყავი საქართველოში. უბრალოდ იმის გამო, რომ დედაჩემის, მამაჩემის და ჩემი ძმის გვერდით დგომა მქონოდა. აი მარტო მაგ მიზეზის გამო. პლუს ამას დამატებული ბავშვებს არ შეუცვალო გარემო. კლიმატი, ყველაფერი და იქნება ამანაც იმოქმედოს, იმიტომ რომ მე და სურას ძალიან რთული კვირა მქონდა. ასე სათვალად ადვილია, ვინც არ გადის ამ ყველაფერს. რაღაცნაირად გონია, რომ მეც მომენატრები დედიკო ბაღში რო იქნები. ზოგიერთ გონია, რომ გაბუქებულია ეს ყველაფერი და ვაბუქებთ. მაგრამ როდესაც სექტემბრიდან დაწყებული უკვე მე რამდენჯერ სათვალავი გვაქვს არეული. მე რამდენჯერ ემართება ეველინას კრუპი. მე რამდენჯერ უკვე. და ბოლო რაც დაემართა იყო საკმაოდ რთული. დაემატა ის, რომ დანიელა შეყარა რაღაც ვირუსი და რომ დაიწყო ხამის 2 საათზე ღებინება 3:30-ზე უბრალოდ გააგზალა მეორე დღეს 7 საათამდე მეტყვით ახლა მანამდე რამ გაგაჩერა სახლში ვერ წადი საავადმყოფოში პედიატრთან ვიყავი კონტაქტზე და ნელობდი მისი მითითებებით, მაგრამ მე უკვე გამოუვალი მდგომარეობა რო იყო წავედით საავადმყოფოში. ანუ წყალსაც რო სვამდა, წყალსაც იღებდა, წყალიც არ ერგებოდა, საჭმელზე აღარა მაქვს საუბარი. მომიწია ეველინას მარტო დატოვება, იმიტომ რომ ზურა მუშაობდა და ვიდრე ზურა მოვიდოდა, გაინთავისუფლებდა თავს, ესე ადვილად არ ხდება აქ ადგე და ვინმე მე გავბივარ სამსახურიდან, იმიტომ რომ ოჯახში მაქვს პრობლემა. სამწუხაროდ ესე არ არის. ვიდრე ზურა მოვიდოდა, ხან ჩემ ძმას ელაპარაკებოდა ეველინა, ხან ჩემ ძმის შვილს, ხან დედაჩემს. და მოკლედ გაქონდა ესე დრო. და მე ზურაც მივიდა. მივედით. მორიგე საავადმყოფოში მოუწია აგლაია კირიაკოს მორიგება, რაც ძალიან არ მინდოდა და ლოდინით ხო გვალოდინეს. ყურადღება დიდად არ მოუქცევიათ. მე ვიდრე არ უთხარი, რომ შაქარი სახლში გავუსინჯა, არც გახსენებიათ შაქრის გასინჯვა.
არც გადასხმა, არც არაფერი. ცოტა წყალი მიეცითო და თუ საათნახევრის განმავლობაშიო არ ამოიღებს ისევ, თავისუფალი იქნება ცოტა სახში. ბავშვმა შეირგო ეს წყალი მომენტისთვის, მაგრამ როდესაც გამოგვიშვეს სახში, ანუ რა მითითებებით ქონდა მოცემული პედიაც ელექტროლიტები დაალევინა, იგივე მითხრას არაფერი სხვა არ გაგვიკეთეს. დანიელა ტაქში გამიხდა ცუდად. მიბრუნებას რა აზრი ქონდა, თან იყო თავს ხმა წვიმა. ზურა დაგვხვდა სახლთან. ძლივ შევედით ის ღამეც ისე გავიარეთ მთელი ღამე ღებინება, ანუ საერთოდ ვერ ირგებდა წყალსაც. და მე ერთი წამალი გვითხრა ექიმა და ოღონდ არ იშოვებაო ყველგანო და როგორც იქნა ჩვენ საფთიაქში ვიშოვეთ და რომ დავუწყეთ იმ წამლის მიცემა ისიც ელექტროლიტები რაღაც ჯინჯერით და დანამატებით და ოღონდ ძალით ჩავასხით პირში. არაფერს არ სვამდა საერთოდ. სხვა გზა არ გქონდა. გავაკავეთ და ისე დავალებდით. და იმის დალევის მერე ნენელა მოვიდა ფერზე. დაიწყო მოხარშული კარტოფილის ჭამა. ჟელესი, აი ჟელე სახში რო ჟელებს ვაკეთებთ საავყოფოებში იციან. კიდე იმიტომ რომ ის კუჭა-წყლების მოსაწესრიგებლად ყველაზე კარგია. მეთქი გადავლახეთ ეს ყველაფერი თქვა. მეორე დღეს თვალი დაუჩერდა. დაეწყობა ვირუსი იყო ესეთი, არ ვიცი. ესეთი ტიპის ვირუსი. დაეწყო ღებინებით, დაბალი სიცხით და მე თვალი დაუჩერდა. მე არიქა ისევე თავიდან ტობრექსი, იქ ფიზიოლოგიური ჰაიფუ, ეს თვალი რომ გადაუვიდა ეს თვალისისა, თვალი დაუჩერდა ისე რომ თვალს რომ ხუჭა და ვეღარ ახელდა. იმდენად ბევრი გამონადენი მქონდა. მე თავისთავად დაერთო ხვალება, სურდო და მთელი ბუკეტი. და ერთი კვირა არულია ბაღში. ეხა ეველინა შეუბრუნდა. მეც შემიბრუნდა და ვიყავით ასე ბენიერად. მე ბოლომდე არა ორჯერ გამოსული. ეველინა სახში ყავს. დანიელა რადგან გამოკეთდა და უბრალოდ ხველება აქ დარჩენილი. ხველებამ რა თქმა უნდა იცით დიდი ხანი იცის გაყოლა. რადგან ოდნავ ხველება აქ დარჩენილი, მაგიტომ მიმყავს ბაღში. მე ისე ვიყავი. საკმაოდ ცუდად ვიყავ მეც, მაგრამ არ ვიმჩნევდი, იმიტომ რომ ესენი იყვნენ მისახედი. და სხვათა შორის ზურაცავად იყო. ამიტომ მთელი კვირა ნახევარი ვლოგი არც გადაგვეღია, არც გადაღების თავი გქონდა, არც ნერვები გქონდა. და ამ ყველაფრით რის თქვა მინდა იცხარ, ხო? ძალიან ბევრი კომენტარებს ვაწყდები სოციალურ ქსელში ოჯახის წევრებზე. ხოდა, რას ვამბობდი ახლა? ოჯახის წევრებზე. როდესაც ოჯახის წევრები ეხმარებიან ბავშვის გაზრდაში. უბრალოდ დაკავებაში, გასეირნებაში და ესეც კი აღიზიანებს ხალხს, რომ ჩემი შვილია და ჩემთვის მე უნდა მივხედო. დააფასეთ. თუ ვინმე გყავთ გვერდით, ვინც შეგეშველებათ, გვერდში დაგიდგებათ, ხელს წაგიკრავთ. ეს არის უმადურობა, ჩემი აზრით. ჩემთვის ესე იგი იმ ხელას შვება იქნებოდა ეხა რომ ჩემიანი ვინმე მყოლოდა გვერდით, ესეთ განადგურებული არ ვიქნებოდი ფსიქოლოგიურად. გოგოებო, ძალიან ბევრი მწერთ ხოლმე რომ მაიკო, როგორი ძლიერი ხარ, როგორი პოზიტიური ხარ. მაქსიმალურად ვცდილობ ამ პოზიტივის და სიძლიერის შენარჩუნებას, მაგრამ ხანდახან ამ მომენტები მეც ვწყდები, იმიტომ რომ ორგანიზმი ვეღარ იტანს მეც. იმიტომ რომ მაქსიმალურად ამოწურე ის რესურსი, რაც მქონდა და როგორია
გადალახეს, ყველაფერი აღარ იქნება, აღარანაირი ვირუსი აღარ გახდება ცუდად ბავშვი. ყველაფერი იქნება კარგად. ისევ და ისევ რომ მეორდება. ვეღარ იტან უკვე ფსიქოლოგიურად ამ ყველაფერს და ამიტომ დააფასეთ ყველა თქვენი ახლობლის, ნათესავის, ოჯახის წევრის თანადგომა და გვერდში დგომა. დამიჯერეთ. ეს არის ყველაზე ძვირფასი. ან უნდა გაგიზიანებდეთ. ნუ, რა თქმა უნდა, საპირისპირო მხარესაც ზედმეტებში არ უნდა გადაუვიდეს. თუმცა როდესაც ხელის შემშველებელი ყავს ვინმე ბედნიერება, დიდი ფუფუნება, ემიგრაციაში მყოფი ოჯახებისთვის ეგ ყველაფერი. ელემენტარული სიტყვიერი გვერდში დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. და წავით. ამასობაში მოვიდა დანის გამოყვანის დროც და ეს ჩემი გაფუწული გოგო დამხვდა ესე თმისაბნევებსო იძრობსო, აგდებს სადღაცო, მერეო ვეღარ ნახულობთო და ძალიან დიდი ბოდიშიო ესეთი გაფუწული გოგო რო დაგხვდათო. გოგო მამნე შემოგევლე დედიკო ისე იყო დაღლილი, მაგრამ რო დაგინახა დაავიწყდა ყველაფერი და სახლში მოსვლის შემდეგ დავიწყე ჩემი შეკვეთის მომზადება. ეს არის შოკოლადის განაში, რომელიც წავა მაცივარში სტაბილიზაციისთვის. იქნება ერთ-ერთი გულსართი, აქ კიდე დავიწყე ბისკვიტის გაკეთება და მოკლედ აქედან დაგემშვიდობებით ახლა. შევაბრძანებ ამ ბისკვიტს გამოსაცხობად და შევხვდებით მომავალ ვლოგში დროებით.